მოგესალმებით. ეს არის გადაცემა BMG Auto Show. ჩვენ კი მის წამყვანები ნიკა შელია და გიორგი დანელია ვართ. დღეს გადაცემაში იხილავთ. პირველმა დამოუკიდებელმა ქართულმა გუნდმა პირველ საერთაშორისო შეჯიბრზე პირველი პოდიუმი მოიპოვა. კოლხი ჯიარტი საქართველოში დაბრუნდა და ევრონასკარის შემდეგი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ევრონასკარის პირველი ეტაპი ასევე წარმატებული აღმოჩნდა ქართველი პილოტების სანდრო თავართქილაძის და სანდრო ქაჯაიასთვის. თავართქილაძე მასტერსის თასის გამარჯვებული გახდა, ქაჯაია კი მეოთხე ადგილს დაჟერდა. მათე კობახიძის დებიუტი ბრიტანულ ფორმულა 4-ში შედგა. დაძაბულ რბოლაში მათემ ორი პოზიცია მოიგო და ჯამში მესამე ადგილზე იმყოფება. გიორგი დანელიამ Toyota Supra მიმოიხილა. რა ემოციებს ტოვებს, როგორი სამართავია და არის თუ არა ეს ავტომობილი ზედმეტად გადაფასებული. ასევე ტესტ-დრაივის ბოლოს მისი მეპატრონე თემო აბულაძე შემოგვიერთდება. რა ხდება მაყუჩების კანონზე? იგივე კომპანია, იგივე აპარატი და იგივე პირობებით კიდევ ერთხელ შედის ტენდერში. ავტომობილების ადრიან პატიმრობას ბოლო არ უჩანს. ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს ჩვენი მაყურებლებისთვის. ევროპა ასე ვთქვათ, წავედით, მივედით და დავიფყარით. ძალიან კარგი შედეგებით ჩამოვიდნენ. ძალიან კი არა, ჩვენი მრბოლელები ჩამოვიდნენ მარტო. ხო, მეტი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, იქ ცოტა უიღბლობა, იქ კიდე რაღაცა ინციდენტები იყო, რაც ხდება ხოლმე ავტოსპორტში. პირველი რბოლა იყო სეზონის, მე მგონი რომ ძალიან მაგარი შედეგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ და შემდეგ რბოლებზე უფრო მაგარ შედეგს დადებენ. ჩვენგან მოკლედ იყო ორი გუნდი. ერთში იყვნენ სანდრო ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე. ქაჯაია გავიდა მეოთხე ადგილზე, თავართქილაძე მასტერსის თასი მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა, ულოცავთ კიდევ ერთხელ. ასევე მონაწილეობდა პირველი ქართული დამოუკიდებელი გუნდი კოლხი ჯიარტი, რომელის პილოტებიც არიან მარიამ დავითიძე და დათა ქაჯაია. სამწუხაროდ უნდა ვახსენოთ ისიც, რომ პირველ გარბენზე იქ პატარა ცვლილებები მოხდა, ასე ვთქვათ, ტექნიკური და ძრავი დაისტუკათ სამწუხაროდ. პირველ გარბენზე ამის გამო მარიამმაც ვერ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეორე გარბენზე უკვე მესამე ადგილით დაამთავრა მარიამმა ბრძოლა და მე რასაც უყურე, ძალიან მაგარი რბოლები იყო. ძალიან სანახაობრივი იყო და ჰეპინესას ერთი წრე აკლდა, რომ ეჯოვნა ჰეპინესასთვის და მეორე ადგილიც აიღო. ნუ ასევე არ დაგვაუწყდეს კიდევ ერთი უიღბლობა დათასი, რომ აქსელერატორის პედლის, ასე ვთქვათ, ტროსი გაწყდა. ეგრეთოდებული ტროსი გაწყდა. ნუ აი არ ვიცი, ქართველებს ეს უიღბლობა დაგყვება, აი როგორ ყველაფრის და მიუხედავად ძალიან მაგარი შედეგი ჩამოვედით მაინც. გადმოყვა, მაგრამ შედეგი ძალიან მაგარია. პირველი გასვლა ევროპის ტურნირებზე, პირველი ქართული გუნდი და პირველი პოდიუმი. ძალიან კარგი შედეგი არის, მინდა ვთქვა. კი, ჩვენ რა თქმა უნდა აეროპორტში დავხვდით, როგორც კი ჩამოფრინდნენ ჩვენებს და გთავაზობთ უკვე პირველ ემოციებს, რომელსაც გვიზიარებენ ჩვენი ქართველი მრბოლელები და ტექნიკოსები. ჩემთვის ცოტა უიღბლო უქმეები იყო, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო გუნდმა. ასე ახლომე საერთოდ ზოგადად, როცა პირველი შეჯიბრია, ახალი გუნდია, ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტი მოხდა, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, შემდეგში უფრო გაგვაძლიერებს ეს, რა თქმა უნდა, და უფრო დიდი მოტივაციით და უფრო გამართული ავტომობილით შევუტევთ კონკურენტებს. პირველ რბოლაზე არ გაგვიმართლა, მაგრამ მეორე რბოლაზე ბედნიერი ვარ, რომ პოდიუმზე ავედი და ძალიან ცოტა დამაკლდა მეორე ადგილამდე, მაგრამ არა უშო შემდეგზე აუცილებლად მეორე ადგილს ჩამოვიტან პირველს თუ არა. ურთულესი დღეები ქონდა, როგორც იცით, ძრავი გაგვიფუჭდა. ძრავის შოვნა იყო პრობლემა, მე ძრავის დაყენება ღამის თევით. ფაქტობრივად 5 საათზე დილას მორჩა ეს ამბავი და 8-ზე უკვე ისევ ტრეკზე ვიყავით, 9-ზე ვორმაპი იყო. არ გაგვიმართლა გარკვეულად, მაგრამ ძალიან ახალია, ჩვენ სახლები ვართ. მარიამმა თავის ამოცანა შეასრულა იდეალურად, ამოცანა ზუსტად ეგ იყო, რომ საპრიზოზე გასულიყო. ნახეთ დათას ტემპი, რომელიც საკამოდ კარგია. ანუ იმედი გვაქვს საფრანგეთში მანქანა არ გვიმპონებს და შედეგი შეიძლება უკეთესი გქონდეს. მადლობა გუნდს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ამოდენიმე ადამიანი დავასახელო, რომელიც ჩვენთან ერთად იყო
აი ზუსტად ციკორა გვერდიან არ მოხცილებია. აი ჩვენ რეჟიმში იცხოვრა შეიძლება იქ ითქვას დათო ხელხელაური, რომელიც ასევე ჩვენი მეგობრები, გულშემატკივრები, შაკოთე ხელაშვილი, რომელიც ჩამოვიდა, ამას ძალიან ასეთი დიდი ფასი აქვს ჩვენთვის, როდესაც ადამიანები ჩამოდიან შენთვის და იქ გულშემატკივრობენ. ამ ყველაფრიდან იმდენი პრობლემა იყო, რომ მაინც ყველაზე ოპტიმალური შედეგი მივიღეთ და საუკეთესო რა. მეტი აქედან ამ წუთში არ გამოვიდა, იღბალიც არ იყო ჩვენ მხარეზე ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან კაი ტემპი ექნებოდა დათას, მაგრამ აქსელერატორის ტროსის სამაგრი ამოვარდა ვიბრაციისგან, რომელმაც იმუშავა ვარჯიშები, არა მის რბოლა მარიამის სრულად და დათას რბოლაზე მოინდომა, რომ დაესრულებინა თავისი მუშაობის დრო და აუყოთ. ხდება ეგეთები ავტოსპორტში, მაგიტომაც არის ავტოსპორტი. ძალიან დიდი თავგადასავლები ჰქონდა. ერთ გუნდში ძრავი დავაზიანეთ, მოგვიწია ძრავის შეცვლა, მთელი ღამის გათენება. სანდროს რბოლაზე კი ყველა ნახეს რა გვიქნეს, ვიღაცა ჩვენზე გაჩერდა და ასევე დაგვიზიანა მთლიანად მანქანა, მაგრამ მეორე რბოლაზე შევძელით რა ტიპის პოზიციიდან ამოსულიყავით კლასში პირველზე და საერთოდ მეშვიდეზე და პრინციპში კაი სტარტია რა, მაინც დებიუტისთვის და გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. მე ვიტყვი რომ ძალიან პოზიტიური იყო მაინც ყველაფერი რაც იქ მოხდა, მიუხედავად იმისა რომ იყო რაღაც გაუმართლებლობები, მაინც იმიტომ რომ მოსინჯეთ ძალები სად ვართ, როგორ ვართ. აღმოჩნდა რომ ძალიან კარგად ვართ. პატარა კაჯაიამ, ანუ სანდრო კაჯაიამ თავი ძალიან კარგად დაამახსოვრა აბსოლუტურად ყველას ადამიანი, რომელიც პირველად იჯდა ნასკარზე, თითქოს შეუძლებელი იყო რასაც ერთი რომ კარგად ევლო, მეორე რომ ზუსტად ევლო, იმიტომ რომ რუგი კლასში სიზუსტე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი აკვეთილი გავიარეთ, გარანტირებულად პოდიუმზე იქნება შემდეგ რბოლაზე. შემიძლია ეს აი აქვე ხაზგასმით ვთქვა. თავარდქილადაც შეეხება უკვე მზად არის იმის რომ პოდიუმები დაიპყროს, მარიამის პოდიუმის უკვე ვნახეთ, ასე რომ მიუხედავად ამდენი პრობლემებისა, ძრავისა, შეჯახებებისა, ასე შემდეგ, ვთვლი რომ იმდენად ძლიერია ქართული გუნდი, რომ პოდიუმზე ყოველთვის იქნება პოდიუმი. საკმაოდ რთული ვიკენდი გამოდგა ჩვენთვის. პირველ რბოლაში სხვისი ბრალაებულობის გამო გამოვეთიშეთ რბოლას, თუმცა მეორე რბოლაზე საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ბოლოდან მოგვიწია სტარტის აღება და მე-20 პოზიციიდან მე-8 პოზიციაზე ამოვიწიეთ აბსოლუტში და კლასში როგორც ხედავთ პირველი ადგილი მოვიპოვეთ. აი ეგრე არის საქმეა. კაი იყო პირველი რბოლისთვის ალბათ. ისეთი საპოდიუმო შედეგი არ მქონია, მაგრამ მიუხედავად მაგისა დავინახეთ რომ შემიძლია და დიდად არ ჩამოვრჩები ჩემ კლასში მოწინააღმდეგეებს. საუკეთესო დროც მქონდა, მაგრამ ჩემთან ცოტა სხვანაირია რბოლა სტაბილურობაზე და უნდა თქვა დრო და იმ დროში უნდა გაიარო, მე 5 წრე ზედიზედ, რაც სხვა მხრივ რთულია რა. მაგრამ რაღაც გამოცდილების გამო დაუშვით ცნობები და გავედით საბოლოოდ მე-4 ადგილზე, მაგრამ მე მაინც ყვაყოფილი ვარ ამ შედეგით, იმიტომ რომ დებიუტი იყო, ამანქანა საერთოდ პირველად დავჯექი, საერთოდ ევროპის ტრეკზე პირველად ვიყავი და რავი, შემდეგ ეტაპებზე ვეცდები რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესო შედეგი და რა თქმა უნდა მოგებისთვის ვიბრძოლო. მათე კობახიძე, კიდევ ერთი სასწაული უნიჭიერესი ქართველი პილოტი. ვისი ამოვნე ყურებით, მაგრამ აი მე არ მეგონა რომ ფორმულა 4 ეგეთ სანახაობრივი იქნებოდა, აი სასწაული ხდებოდა. მე მგონი ფორმულა 1-ს აღარ უყურებ და პირდაპირ ფორმულა 4-ზე გადავალ და ფორმულა 4-ის ყურებას დავიწყებ. მე რაც ნახე, საიდან შემოდია. პირველი მოსახვეში დაინტრა. მეორე მოსახვეში დაინტრა. იქ მათე ხო გაფრინდა პირდაპირ მნიშვნელობით. არის. იქ ფოტო მე ლაივში რო უყურე, აი თვალებზე ხელი ავიფარე რომ მეთქი რა იყო ძალიან მაგარი მართვა. აი მე მგონი რომ ეს ყველაფერი ფორმულა 1-ს დააკლდა ძალიან მაგარად რა. ფორმულა 4 თუ ასეთი მაგარი სანახავი იყო, მე არა მეც არ მეგონა ნამდვილად. პირველად უყურე, სიმართლე რო გითხრათ და აი არა მეც პირველად უყურე ფორმულა 4-ისთვის არაზროს არ მეყურებია და გაუგნებული ვიყავი რომ უყურებდი რა ხდებოდა უბრალოდ იქ რა სიტუაცია იყო. დარწმუნებული ვარ რომ აი ახლოდან ვინც უყურებდა იქ ნუ საერთოდ სხვა ატმოსფერო იქნება. რა თქმა უნდა ქართველების ჩაგვრა გრძელდება ავტოსპორტში.
როგორც მოგეხსენებათ, იქ კვალიფიკაციაზე რამდენიმე დრო არ ჩაუთვალეს, რომელიც საუკეთესო დროები ჰქონდა და მოუწია მე-19 პოზიციიდან დაწყება. საკმაოდ კარგი, რთული, ძალიან ისეთი ომი იყო პირდაპირ მნიშვნელობით, რო ვთქვათ, მოიგო ძალიან ბევრი პოზიცია, მაგრამ საბოლოო ჯამში მე-17 პოზიციაზე დაამთავრა რბოლა და საერთო ჩათვლაში უკვე მესამე ადგილი აქვს მათეს ფორმულა 4-ში და ულოცავთ კიდევ ერთხელ და უსურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. უნიჭიერესი ქართველი პილოტი, ფორმულა 1-ის პილოტი გვეზრდება ხალხო. ეხლა კი გაგაცნობთ საერთაშორისო სიახლეებს და მერე უკვე ისევ სტუდიაში დაგიბრუნდები ძალიან საინტერესო სიუჟეტით. ამ კვირის დასაწყისში ჩინეთის ავტომაგისტრალებზე ბაიდუ აპოლო Go-ს რამდენიმე თვითმართვადი რობოტაქსი ჯაჭვური ავარიების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ როდესაც ავტონომიური სისტემები ჭედავენ, მოვლენები ძალიან სწრაფად და სახიფათოდ ვითარდება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სისტემურმა გაუმართავობამ აიძულა ბაიდუს რამდენიმე ავტომობილი ქალაქ უჰანის მაგისტრალებზე მოულოდნელად შუა გზაზე გაჩერებულიყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ჩართული საავარიო სიგნალებით გაჩერებული არაერთი რობოტაქსი, რომლებიც პირდაპირ მოძრავ ზოლებში არიან გაშიშებულნი. გითვალთვალებთ თუ არა თქვენი ავტომობილი? მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ჩინურ ავტომწარმოებლებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით სანქციებს უწესებს, აღმოჩნდა, რომ საფრთხე შესაძლოა ადგილობრივი ამერიკული ბრენდებისგანაც მოდის. GM-ის სკანდალის შემდეგ ყურადღების ცენტრში Ford-ი და Stellantis-იც მოექცნენ. მონტანა შტატის გენერალურმა პროკურორმა საავტომობილო გიგანტების წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება უკვე დაიწყო. მიზეზი მძღოლების პირადი მონაცემების ფარული შეგროვება და მათი მესამე პირებზე გადაყიდვაა. როგორც ჩანს, ავტომობილების მფლობელებმა არც კი იციან, რომ მათი პირადი ინფორმაცია გროვდება და მათ გარეშე მესამე პირებზე იყიდება. გავრცელებული ინფორმაციით მონაცემებს სადაზღვეო კომპანიებს ყიდიდნენ, რაც საბოლოოდ მძღოლებისთვის სადაზღვეო პოლისის გაძვირებას იწვევს. სკანდალი მხოლოდ ამით არ სრულდება. შეერთებული შტატების სენატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მონაცემებს სადაზღვეო კომპანიებს Honda და Hyundai-ც აწვდიდნენ. ამიერიდან ბედნიერების მიზეზი ბულგარეთში მცხოვრებ ავტომოყვარულებსაც ექნებათ. ქალაქ სამოკოვთან მდებარე A1 მოტორპარკი ოფიციალურად გაიხსნა. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი საერთაშორისო დონის ავტოდრომია. ცნობილი იუთუბერის მარკ მაკენის ბოლო ვიდეო სწორედ ამ სიახლეს ეძღვნება. ეს FIA-ს და FIM-ის მიერ სერტიფიცირებული ტრასაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ისეთი მასშტაბური შეჯიბრების მასპინძლობა შეეძლებათ, როგორც World Superbike სერიებია. ტრასის მთლიანი სიგრძე 3.91 კილომეტრში ადგენს და ის 15 რთულ მოსახვევს აერთიანებს. მთავარ სწორ მონაკვეთზე სპორტულ ავტომობილებს 280 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი მრავალფუნქციურობაა. ტრასას 21 სხვადასხვა კონფიგურაციით ფუნქციონირება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის რბოლის ჩატარებაა შესაძლებელი. ამ მასშტაბური პროექტის უკან კერძო ინვესტორთა ჯგუფი დგას, რომლის ლიდერიც კალიმ პეშოვია. პეშოვისთვის ეს პროექტი ბავშვობის ოცნებაა. როგორც მან გახსნისას აღნიშნა, თავდაპირველად მხოლოდ პატარა ტრასის აშენებაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ იდეა 4 კილომეტრიან თანამედროვე ავტოდრომად გარდაიქმნა. ავტოსპორტის სამყარო გლოობს. ფინელი მრბოლელი იუჰა მიეტინენი ნურბურგრინგის 24 საათიანი რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 4 საათიანი რბოლის დაწყებიდან 25 წუთში ადგილობრივი დროით 17 საათსა და 55 წუთზე მოხდა, რის შემდეგაც რბოლა დაუყოვნებლივ შეწყდა. ასობრივ შეჯახებაში, რომელსაც წითელი დროშები მოყვა, სულ 7 ავტომობილი მონაწილეობდა. შეჯახების მასშტაბებიდან გამომდინარე, ტრასაზე დაუყოვნებლივ გაჩნდნენ სამაშველო და სამედიცინო სამსახურები. მიუხედავად ოპერატიული დახმარებისა და რეანიმაციის მცდელობისა, საავადმყოფოში გადაყვანილი იუჰა მიეტინენი, რომელიც 121 ნომრით BMW 325i-ით ასპარეზობდა, გარდაიცვალა. ავარიაში მონაწილე დანარჩენი 6 მრბოლელი ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით რბოლა შაბათს აღარ განახლებულა. იუჰა მიეტინენის ხსოვნის პატივსაცემად კვირის რბოლა წუთიერი დუმილით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ფატალური შემთხვევაა ნორდშლაიფის რბოლებზე 2013 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ვოლფ სილვესტერი დაიღუპა. როგორც ვიცი, შენი ბავშვობის ოცნება აიხდინე, ასე ვთქვათ, სუპრასთან ქონდა პირველი შეხება. ნამდვილად, არა მხოლოდ ჩემი, არამედ დარწმუნებული ვარ, ყველა ავტომოყვარულის ოცნება არის სუპრის მართვა. ძალიან მაგარი ავტომობილია, მინდა გითხრა. აი, ყოფს ქონდა ხოლმე
აი წარმოდგენაში როგორი იქნება, როგორი სამართავი იქნება. ჩქარი რო არის ეს ყველამ ვიცით ტურბო ვერსია, მაგრამ მე უშუალოდ აი მართვაზე მქონდა აქცენტი, როგორ იმართებოდა და ძალიან კარგი ეგზემპლარი შევხვდა ჩვენ ახლა ამ ეტაპზე, რაც გადავიღეთ. თან არის პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის და არის ატმოსფერული, ის შეგრძნება, ასე ვთქვათ, ავტომობილის მართვის მივიღე, იმიტომ რომ დაგიდების სისტემა აყენია, სწორი საბურავები ეყენა, სწორი დისკები ეყენა და ნუ აი ეს შეგრძნება მივიღე და დარწმუნებული ვარ, როდესაც მორჩება უკვე მე პატრონე ამ პროექტს, ძალიან მაგარი მანქანა გამოვა. მოგეწონა? ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან მაგარი სამართავი არის და ნუ ხშირად ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი როგორც მე, ასევე შენ დარწმუნებული ვარ სუპრაზე და ხშირ შემთხვევაში იმ დღეს მივხვდი ვის რაში ვეთანხმებოდი და ვის რაში არ ვეთანხმებოდი და ნუ ჩემი საკუთარი აზრიც გამიჩნდა მას შემდეგ რაც მართა ეს ავტომობილი. გადაფასებულია სუპრა? არ არის გადაფასებული და ავხსნი რატო არ არის გადაფასებული. აი მოდი შევადაროთ მის გერმანელ კონკურენტს E36-ს. თბილისში რო გამოდიხარ ყოველდღიურად, რამდენ E36-ს ხედავ? არ ვიცი, მაგრამ ყოველი მის 3-4 მანქანა ალბათ. ძალიან ბევრს. რამდენ ადამიანს იცნობ, ვისაც E36 იყავს, თუნდაც M3. მე დაახლოებით ვიცნობ. ძალიან ბევრს. კი ბატონო. აი ახლა გეკითხები, სუპრა და E36 არიან კონკურენტები. რამდენი სუპრა გინახავს ჯამში თბილისში? 2-3 ალბათ. რამდენი ყავს ნატარები? არც ერთი. რამდენი 36-იანი ყავს ნატარები? არა. არ ყავს. მე ხო იცი, მე ამერიკული მყავს ნატარები 2 ცალი და ანუ უყურე როგორი რაღაცა ავტომობილის ფასი განისაზღვრება იქიდან რამდენად იშვიათი არის. და რამდენად დიდი ჰაიპი შექმნა თავის დროს. სუპრამ ძალიან დიდი ჰაიპი შექმნა. 2JZ-ი რაც ამ ავტომობილში დევს არის ლეგენდა და საერთოდ ყველაფერში გამოიყენებენ დღესაც ყველანაირ ავტოსპორტში მინდა გითხრა და ის რომ არის ძალიან იშვიათი. მე გეტყვი ჩემ თეორიას რა. ძალიან დიდ როლს თამაშობს რა. ანუ იქ ხო ფორსაში ხო სუპრა ძალიან გააჰაიპეს და ძალიან ფერარის ასწრებს, იმას ასწრებს რაღაცა და 36 დაამტვრიეს რა. და იქიდან ალბათ სუპრაზე გადმოერთო ხალხი. ყოველთვის, როდესაც რაღაცა ავტომობილზე საუბრობთ და ვიძახით, რომ არის თუ არა ეს ავტომობილი გადაფასებული, უნდა შევადაროთ მის კონკურენტს და 36-ს იმიტომ შევადარე, რომ საქართველოში 36 ძალიან ბევრია და ვიღაცები რო იცახიან, რომ სუპრა გადაფასებულია საერთოდ არ არის გადაფასებული. სუსტად ის ფასი ღირს, რაც უნდა ღირდეს. ჩემთვის სუპრა, Evolution-ი, Mitsubishi, Skyline-ი და კიდე რამდენიმე მსგავსი მანქანა არის კინოვარსკვლავი. მეც გეტყვი. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის Forsage-ის სერიებს ამ მანქანების პოპულარიზაციაში. მით უმეტეს ამერიკის ბაზარზე. კი ბატონო. ხო, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამო არის დღეს ის სიტუაცია და ის ფასი, რაც ამ მანქანებს აქვს. უყურე როგორი რაღაცა EVO იმდენად არა. იმიტომ რომ EVO საქართველოში ასე თუ ისე რაღაცა რაოდენობის გვხდება. მაგრამ RX-7, R34 GTR-ი, Supra, NSX-ი, აი ეს 4 ავტომობილი ჩემთვის, აი ეს 4 ავტომობილი ჩემთვის არის საუკეთესო. მათე კობახიძის მამაც ყავს. მათეს ავტომობილია. მათეს ავტომობილია უკვე რა. ხო, აი ეს 4 ავტომობილი არის ჩემთვის საუკეთესო და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება საპირისპირო აზრი, ჩამოუყალიბებ და აუხსნი, რატო არის საუკეთესო და ანუ არა მხოლოდ სიტყვიერად, ფაქტებზე დაყრდნობით აუხსნი ამას. მოკლედ შევთანხმდეთ, რომ Toyota არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი ბრენდი, როგორც 90-იანებში, 2000-იანებში, 10-იანებში, 20-იანებში და დავიგეთ. Toyota და Renault არიან ძალიან მაგარი ბრენდები. Renault არა, Toyota. ეხლა მოდი სიუჟეტი ვნახოთ, ძალიან რო არ გავაგრძელოთ საუბარი და მე უკვე დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში. როგორც იქნა ჩვენი პატარაობის, ასე ვთქვათ, ოცნება ახდა და დღეს ვიღებთ Toyota Supra-ს. სამწუხაროდ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ავტომობილი ძალიან იშვიათ ეგზემპლარად იქცა. რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს და რაოდენ საბედნიერო არ უნდა იყოს Supra-ის მფლობელებისთვის. ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ადამიანებისგან, ავტობლოგერებისგან რომ Supra არის გადაფასებული. სიმართლე გითხრათ, Supra აქამდე არ მიტარებია, არც მქონია შეხება. გზაში თუ გადავეყრებოდი ხოლმე, სადმე ისიც ერთი 10 წლის წინ, როდესაც საქართველოში ასე თუ ისე დადიოდნენ ეს ავტომობილები და სურათებში და ვიდეოებში თუ ნახავდით ხოლმე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირი ძალიან ბევრი არის. დაახლოებით 99.9% საქართველოში და კიდევ უფრო მეტი, ვისაც უპრასთან საერთოდ არანაირი შეხება არ ქონია, საერთოდ არანაირი კავშირი არ ქონია, მაგრამ ძალიან ხშირად ქართველებს გვიყვარს ხოლმე ზედმეტი თავის გამოდება და ჩვენ ხო ყველაფერში პროფესიონალები ვართ და ნუ რა თქმა უნდა ისეთი ავტომობილის განხილვაშიც და ტესტებშიც პროფესიონალები ვართ, რომელიც საერთოდ არ გვიტარებია და საერთოდ არც ვიცით რა არის. 99%-ს ალბათ ლაივში ნანახიც არ აყავს. არ მაქვს საუბარი იმაზე, დაკიდების სისტემა როგორი აქვს, ზარა როგორია, როგორ არის საერთოდ აწყობილი და ასე შემდეგ. მოკლედ, დღეს მეც თქვენთან ერთად პირველად ვატარებ სუპრას, პირველი შეხება მექნება და გაგიზიარებთ პირველად ემოციებს. ეს არის ლეგენდარული Toyota Supra MK4. ჩემი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ავტომოყვარულის ბავშვობის ოცნება და დღეს მხვდა წილად პატივი, რომ ეს ძალიან მაგარი ავტომობილი ვმართო. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ძალიან გახარებული ვარ. ჩაწერაზე დავიბენი კიდევაც რამოდენიმეჯერ, როდესაც საჭესთან დავჯექი, მაშინაც დავიბენი და ნუ აი ძალიან ისეთი კარგი ემოციები მოყვა ჩემი და ამ ავტომობილის შეხვედრას და იმ მომენტიდან, როდესაც ამ ავტომობილის საჭეზე დავჯექი, ვიღიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არის ატმოსფერული და მიუხედავად იმისა, რომ არის ავტომატური გადაცემათა კოლოფით, ძალიან მაგარი ვაიბი მოაქვს რა. ყველაფერი ერთად გამახსენდა, თუ რამე ოდესმე სუპრაზე მინახავს, ინტერნეტში წამიკითხავს, ყველაფერი ერთად გამახსენდა და ძალიან მაგარი შეგრძნება. მარტო იმიტომ ღირს ეს ავტომობილი, ის ფასი, რასაც დღეს ამ ავტომობილში ითხოვენ, რომ აი ეს ყველაფერი, აი ეს ვაიბი გქონდეს და განიცადოთ. მოკლედ, გავყვეთ ნელ-ნელა რაღაც პატარ-პატარა მომენტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმ დროს, როდესაც იაპონელებმა ეს ავტომობილი შექმნეს, გამოუშვეს, ჰქონდათ ჯელტმენური შეთანხმება. ანუ ჯელტმენურ შეთანხმებაში რა მოიაზრებოდა? იაპონურ ავტომობილებს არ უნდა ქონოდა 280 ცხენის ძალაზე მეტი. მაგრამ მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ ყველა იმდროინდელ იმ ეპოქის ავტომობილს 280 ცხენზე მეტი ქონდა. იგივე სიტუაცია იყო Nissan-შიც, Toyota-შიც, Mazda-შიც და სხვა ავტომწარმოებლებშიც. ეს ცხენის ძალები ამ ავტომობილს ხარხულ მდგომარეობაში, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, სულ ყველას ყელში ამოსდიოდა, მაგრამ იმ დროსაც კი აი ეს ტუნინგი უკვე რო ფეხს იკიდებდა და ნელ-ნელა ვითარდებოდა, ძალიან პოპულარული იყო. მით უმეტეს Toyota Supra-ს ტუნინგი. მოკლედ, ეს ამხელა ჰაიპი, რაც ამ ავტომობილს უკავშირდება, მოდის Forsage-დან, Forsage-ის პირველი ნაწილიდან, სადაც ნუ ის Supra ლეგენდარული, რომელიც Ferrari-ს ასწრებს, რომელიც თავიდან ატმოსფერულია, მერე აწყობენ, იქ რაღაც აი თელი ეს ფილმი, აი კნოპკას რო დააწვევი და რაღაც ცეცხლებს ყრის და აი ძალიან ემოციური, ნუ მაგ ასაკში, როდესაც მაგ ფილმს პირველად უყურე, საერთოდ გაგნებაში არ ვიყავი, რა იყო და რა საკეთებდა. ეგ ფილმი იყო ჩემთვის აი რაღაც ასწაული რა. მაქედან წამოვიდა, შეიძლება ითქვას, ავტომობილებისადმი სიყვარული რა. არა მხოლოდ ჩემი, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანის. მე ამ ავტომობილის პატრონმა პირობა მომცა, რომ როდესაც ეს ავტომობილი დასრულდება და დაახლოებით 400-500 ცხენის ძალაზე იქნება, კიდევ ერთხელ გადავიღებთ და აი ეს ჩაჭერები, ზანოსი, დრიფტი და რაღაცები იქნება მერე. დღეს კი უბრალოდ ვისაუბროთ იმაზე, როგორია ხარხნული ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი Supra. ავტომატიკა გადაცემათა კოლოფით. დიდგორი ნამდვილად შესაფერისი ადგილია იმისთვის, რომ Supra გატესტო. ძალიან კარგად იმართება მართლა. სასწაული მართვადობა აქვს ამ ავტომობილს. აი რაღაცა მაკლია რა, აი მაკლია რომ აი რაღაც ტურბოს ხმა მაკლია, blow-off-ის ხმა მაკლია. მიუხედავად იმისა, რომ blow-off-ი დიდად არ მომწონს და უფრო აი
ტურბოს ბუნებრივი ხმა უფრო სასიამოვნო არის ჩემთვის, მაგრამ მაინც მაკლია. ჩქარი არ არის ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ატმოსფერულ მდგომარეობაში ეს ავტომობილი, მაგრამ ძალიან მაგარი სამართავია. აი, მართლა ძალიან მაგარი სამართავია. აი ამ დეშბორდს რო უყურებ, მგონია რომ ეხა რაღაც თამაში ვარ, რაღაცა თამაშს თამაშობ და ეხა მგონია რომ ეხა დაისპულოს და რაღაც სასწაული ხმები უნდა გამოსცეს და ძალიან ჩქარა უნდა წავიდეს. მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება. მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ როდესაც თემო ავტომობილს დაასრულებს, აუცილებლად გადავიღებთ კიდევ ერთხელ. ხო, კიდე რაზე მინდა რომ ვისაუბრო. ინტერიერი არის ძალიან ხარისხიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პლასმასი გვხვდება ამ ავტომობილში, ყველაფერი ხარისხიანია. ანუ წარმოიდგინეთ 90-იანებში ავტომწარმოებლები ყველაფერს ხარისხიანს აკეთებდნენ. იმ პლასმასაც კი ხარისხიანს აკეთებდნენ. ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი მუშაობს და ყველაფერი გამართული არის. გერმანელი ავტომწარმოებლებივით ამ ავტომობილს რაღაცები არ ზრდება. საუბარი მაქვს E36-ზე. ამის პირდაპირ კონკურენტზე, რომლის ინტერიერიც იშლება. და ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტი არის. უბრალოდ გინდა რომ გქონდეს ან გყავდეს. აი ზუსტად ეგეთი ავტომობილია. უბრალოდ გინდა რომ სუპრა გყავდეს და ისიამოვნო ამ ავტომობილი. როგორც მოგეხსენებათ, სუპრა არის აღჭურვილი ყველაზე ლეგენდარული ძრავით. 2 JZ-ით. მაგრამ ეხლა აქ რა ხდება? ეს ავტომობილი არის სრულიად ქარხნული. სრულიად ქარხნულში გულისხმობ იმას, რომ არის 2 JZ-ი, ოღონდ ატმოსფერული და არის ავტომატური გადაცემათა კოლოფით. რატომ გადავწყვიტეთ ამ კონდიციაში და სრულიად ქარხნულ მდგომარეობაში ამ ავტომობილის გადაღება? იმიტომ რომ გაკეთებული სუპრები ძალიან ცოტა არის. მე მგონი სულ 1-2 ცალი დადის საქართველოში. დანარჩენი რაც იყო, სულ ყველა გავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. 2 JZ-ზე თქვათ, 1-2 სიტყვით რამე, ეს ისეთი ძრავი არის, რომ ალბათ ცალკე გადაცემა შეგვიძლია რომ დაუთმოთ, მაგრამ ოდნავ პატარაზე მიმოვიხილოთ. JZ არის Toyota-ს შექმნილი ერთ-ერთი ლეგენდარული ძრავი. ეს არის ძრავი, რომელიც ყველანაირ ყველაფერს იტანს. ანუ ყველანაირ ყველაფერში გულისხმობ, რომ ქარხნულად ამ ძრავს შეუძლია აიტანოს ძალიან დიდი ბუსტაპი. ქარხნულად ეს ავტომობილები გამოდიოდა twin turbo-თი, ანუ 2 ტურბოთი. ხშირ შემთხვევაში პირველი სტეიჯი, აი რასაც დღეს 21 საუკუნეში უკვე სტეიჯს ეძახიან, იაპონიაში იყო ხოლმე ტურბოს შეცვლა, სინგლზე გადაყვანა და ასე ვთქვათ პატარა ბუსტაპი. პატარა ბუსტაპს იაპონელები აკეთებდნენ ხოლმე ფიჯიბექებით. ფიჯიბექი არის მოწყობილობა, რომელიც უბრალოდ ჰაერის და ბენზინის ნაზავს არეგულირებს. იყო ხოლმე Apex-ი, იყო ხოლმე სხვადასხვა ბრენდები და ეს იყო ამ ავტომობილის იმდროინდელი stage 1. ასევე იყო ხოლმე Apex-ის standalone კომპიუტერი, ეს ცოტა მერე გამოვიდა და ესე დაიწყო ამ ავტომობილის ტიუნინგი. დღეს უკვე 21 საუკუნეში ეს სფერო ძალიან მაგრად განვითარდა, ძალიან ბევრი მწარმოებელი არის, რომელიც ძალიან მაგარ კომპიუტერებს აწარმოებს. არის მწარმოებლები, რომლებიც ძრავის შიგნეულობას აწარმოებს, Porsche-ს, Shuttle-ს და აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბილეთ ბლოკებს აწარმოებენ და ძალიან ბევრი ცხენების ამოღება შეიძლება 2 JZ-დან. მოკლედ, ავტოსპორტს და 2 JZ-საც შევეხოთ, drag racing-ი, დრიფტი, მოკლედ ყველაფერში გამოიყენება 2 JZ-ი. ტრეკზე იმდენად არ გამოიყენება, ვინაიდან და რადგანაც საკმაოდ მძიმე ძრავი არის და სვაპების კუთხით არ იყენებენ, მაგრამ თუ სუპრაში დევს და სუპრას კარგად მოვამზადებთ და ცოტას დავამსუბუქებთ, ძალიან მაგარი გამოდის. მაგრამ ამ ავტომობილმა მაინც წრიულ რბოლებზე დიდად ვერ დაიმკვიდრა თავი. ვიზუალზეც ვისაუბროთ, აი რა ვთქვა, უბრალოდ ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზი არის. ხარხულ მდგომარეობაშიც კი ძალიან ლამაზი არის. აი, რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ყველა მხრიდან არის იდეალური. ულამაზესი ცხვირი, გვერდიდან ძალიან ლამაზია. უკანა ნაწილზე არ მაქვს საერთოდ საუბარი. მე ძალიან მომწონს. ვისაც არ მოგწონთ, სოფლიოში ძალიან ბევრი ავტომობილი არსებობს და შეგიძლიათ იყიდოთ. თან, სუპრაზე ბევრად უფრო მარტივი არის იმ ავტომობილების ყიდვა. როგორ შეიძლება, რომ აი ეს არ მოგწონდეს? აი ნაკლს ვერ უპოვნი. უბრალოდ აი ეს რა არის?
მე გეტყვით რა არის? ეს არის ქართული კანონი. რის გამოც კონკრეტულად ეს ავტომობილი ორჯერ იჯდა ზონაზე ციხეში. 20 დღიანის როკი აქვს მოხდილი. ხო, რა ვქნათ? სიტუაცია ესეთია, რომ რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს ჩვენთან საქართველოში, სუპრას, რომელიც არის ატმოსფერულ მდგომარეობაში, სუპრას, რომელიც არის ავტომატური გადაცემათა კოლოფით, სუპრას, რომელსაც არ შეუძლია უბრალოდ ფიზიკურად, რომ ვინმე შეაწუხოს. გადაყავთ საჯარიმოზე. ამ ავტომობილზე ეყენა სრულიად ქარხნული, ყველანაირი სერტიფიკატის მქონე გამშვების სისტემა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენთან საქართველოში მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და გადაიყვანეს საჯარიმოზე. მაგრამ სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ავტომობილი ყველანაირ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და დარწმუნებული ვარ, რომ არავინს საერთოდ ხელსაც კი არ დაადებდა. საერთოდ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ან გადაიყვანდნენ და ან რამე მსგავსი. უბრალოდ ჩვენთან არის ესეთი სიტუაცია და ეს კანონი დაურეგულირებელი არის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კანონი რაღაცნაირად დარეგულირდება და ჩვენც გავხდებით იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ესეთი ლამაზი ავტომობილის ყოლა დანაშაული არ არის. ასევე არ შემილია არ აღნიშნო იაპონელების გენიალურობა იმაში, რომ ამ ავტომობილს და ზოგადად ყველა იაპონურ ავტომობილს აქვს ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა. და აი იაპონელი ინჟინრები არიან, არ ვიცი, სიტყვებით როგორ ახსნა, როგორ შევაქო ეს ადამიანები არ ვიცი რა. ძალიან მაგრები არიან რა. რატო იმართება სუპრა ასე ძალიან კარგად? იმიტომ რომ ეს ავტომობილი აღჭურვილია double wishbone-ის დაკიდების სისტემით. ანუ double wishbone-ს და McPherson's ვინც ვერ არჩევთ და სხვაობას ვერ ხედავთ, საერთოდ გათიშეთ ეს ვიდეო და აღარ უყუროთ. ორიოდე სიტყვით ამ ავტომობილის კონკურენტებზეც ვისაუბროთ. თავისი სამშობლოდან ამ ავტომობილს ყავდა ძალიან ღირსეული კონკურენტები. ეს არის Nissan Skyline R24 GT-ერი, Mazda RX-7, იქ Evo-ც შეგვიძლია რომ მოვიყვანოთ ამ ავტომობილის კონკურენტად. ევროპიდან ალბათ ყველაზე ისეთი ღირსეული კონკურენტი იყო E36-ის M3, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევდა. ამერიკიდან C5 Corvette, Dodge შეიძლება ითქვას, მაგრამ ამერიკული ავტომობილები ჩემთვის ცოტა შორს არიან რა. Corvette დავტოვოთ რა. და ჩავთვალოთ, რომ იყო ამ ავტომობილის კონკურენტი. მაგრამ აი სხვა ავტომწარმოებლებს ბევრი გაუმარჯოს ფრანგულ ავტომწარმოებას. ძირს იაპონია. 1000 გიჟი დადის რა. 1000 გიჟი დადის და წარმოიდგინეთ, რომ აი ესეთი ადამიანები რაღაცას იტყვიან, მერე ვიღაცეები მოისმენენ და თურმე სუპრა გადაფასებული არის ზედმეტად და რატო ღირს ესე ძვირი, რატო არ ღირს E36-ვით $3000 და ასე შემდეგ. იმიტომ არ ღირს E36-ვით $3000, რომ ძალიან ცოტა არის გამოშვებული. არ არის ეს ავტომობილი ესე მასიურად წარმოებული. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს ავტომობილი ღირს ზუსტად იმდენი, რამდენიც უნდა ღირდეს და ყავს ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ყავდეს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ არ ხარ ნამდვილი ავტომოყვარული და არ გაქვს ავტომობილებისადმი სპეციფიური დამოკიდებულება და ასე ვთქვათ, არ გიყვარს ტექნიკურად რაღაცეებში ჩაძიება, ესეთი ავტომობილი არაფერში არ გჭირდება. თუ ხარ ფსევდო ავტომოყვარული, წახვალ და რაღაც ისეთ ავტომობილს იყიდი, რაც ძალიან ბევრია გამოშვებული და რაც მოდი ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, რომ მოდაში არის. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სუპრა არის ისეთი ადამიანების ავტომობილი, ვისაც ნამდვილად უყვარს ძველი იაპონური ავტომობილები და არის ნამდვილი ავტომოყვარული. ეხლა შემოგვიერთდება ავტომობილის მეპატრონე თემო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი მაგარი ავტომობილის სტარების უფლება მომეცი. ძალიან დიდი მადლობა, რომ დამპატიჟეთ თქვენ გადაცემაში.
მე ვიცი რომ შენ გყავდა საერთოდ ახალი სუპრა. კი ბატონო. რომელიც გაყიდე? კი ბატონო. და იყიდე ძველი ავტომობილი, ძველი სუპრა. რა თქმა უნდა. MK4. აი, როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე? პირდაპირ რო გითხრა, არც დავფიქრებულ ვარ. ამ მანქანის კიდო ზოგადად გადავწყვიტე და გადაწყდა იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ხა რამდენად თქვა, აი რაღაცა რამდენიმე დღით ადრე წინათ გრძნობა მქონდა, რომ სადღაც უეჭველი ახლა უნდა გამოჩნდეს ძველი სუპრა გასაყიდად მეთქი და ახალი სუპრას გაყიდვა დაახლოებით გადავწყვიტე ამ მანქანის აღმოჩენიდან 10 წუთში. სიმართლე რო გითხრა. ხო. ძალიან საინტერესო და სახალისო ისტორია აქვს ამ მანქანის შეძენას. თავდაპირველად ეს მანქანა აღმოაჩინე TikTok-ზე, ერთ-ერთ კარსპოტინგ გვერდზედო. მოგეხსენება ხა კარსპოტერი ბავშვები ძალიან ბევრი არიან და მივწერე ამ ფოტოების ავტორს, სად არის ეს მანქანა, მაინტერესებდა და ესეთი პასუხი დამიბრუნა, რომ მე ვერ გეტყვიო სად არისო, იმიტომ რომ შენ მიხვალო, გადაიღებო ამ მანქანასო და არ მაწყობსო. კი რაც კონკურენცია. რაც გადავიღებ, მეთქი მანქანა მაინტერესებს, შეძენა მინდა და აიოავლაბარშიაო და წადიო მოძებნეო. ეც რა თქმა უნდა, წავედი ახლა არ დავიზარე, დაახლოებით 2 დღიანი სიარულის მერე. მივაგენი ამ მანქანას ერთ-ერთი სახლის უკან იდგა და გადაფარებული ქონდა მანქანის გადასაფარებელი და ესე დამალული იყო 2016 წლის მერე ქონდა 300 კილომეტრი გავიდა. იმის მერე იდგა სადღაც 9 წელი იყო დაუქოქავ. წამოიყვანეთ სახელოსნოში შევამოწმეთ ყველაფერი, ძრავი დავქოქეთ, თქვენთ. ერთადერთი რაც იყო ამ მანქანაზე შესაძლებელი იყო ბენზინის ნასოსი. დაიქოქა და იმის მერე აი დღემდე რო იკატავე მე მგონი მოგეწონა და ხო რაღაცები შევცვალე. მე როგორც ვიცი, შენ ასევე გაქვს შენი YouTube არხი და აპირებ ამ ავტომობილის ყოველი დეტალი, ასე ვთქვათ, რასაც გააკეთებ, როგორ გააკეთებ, ვისთან გააკეთებ, რომ გადაიღო. თავისთავად. თავიდან YouTube არხი მე დავიწყე ძველი ახალი სუპრით MK5-ით, სადაც პირველი ვიდეო დავდე ძალიან მარტივი ტესტი, თუ რას გვიცვლი და დაუნფაიფი და ფილტრის შეცვლა. მერე ვაპირებდი ამ ახალი სუპრის ტუნინგის გაგრძელებას, კომპიუტერის გახსნას, მაგრამ ახლა ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ გადმოვედი ძველ სუპრაზე. პირველი ეპიზოდი უკვე მიდევს YouTube არხზე, სადაც ყვები ამ მანქანის დეტალური ისტორია, საიდან წამოვიყვანეთ, ყველა კადრი არის, რა დღეში იყო, როგორ გამოიყურებოდა. YouTube-ზე მოკლე ვიდეოში მოვყევი ამ მანქანის სრული ისტორია, ვაჩვენე ყველა კადრი, ყველა ეტაპი თუ როგორ და რა გაიარა რესტავრირების და ეხლა უკვე იგეგმება პირველ რიგში ამ მანქანის გამექანიკება, რაც უნდა დაიდოს YouTube არხზე და შემდეგ უკვე მივადგებით ძრავს, სადაც დავაყენებთ საკმაოდ დიდ ტურბოს, შევცვლით ძალიან ბევრ ნაწილს და კაპოტს რო ავხდით, ამაყად ვიქნებით და რაღაც ტრამბლიორი არ დაგვხვდება შენში. ანუ მალე სტუტუტუს გააკეთებს. კი, აუცილებლად. იმიტომ რომ ეს 4 სიჩქარიანი კოლოფი რაც არის საკმაოდ ძველი ტექნოლოგიაა, ნელია, არც სასიამოვნო სატარებელია და ნუ ცხენების რაოდენობაც საკმაოდ ცოტაა, ძალიან ნელია, სიუქცილს ვასწრებ და აი რენოსთან როგორი ვლის საინტერესოა. ხო, მონაცემებით იგივე ცხენი გვაქვს მე და ამ კონკრეტულ რენოს და შეგვიძლია რაღაცა ვცადოთ. ხო. თემო, ძალიან დიდი მადლობა რომ გვათხოვე ავტომობილი. მე წარმატებას გისურვებ შენს და სუპრასაც. გაიხარე. ერთობლივ პროექტში. გამოიწერეთ თემოს YouTube არხი, თუ გაინტერესებთ ამ ავტომობილის მომავალი და როგორი გახდება ამის შემდეგ, ასე ვთქვათ. დღეს რა მდგომარეობაში არის ყველანი ხედავთ და მოკლედ თვალი ადევნეთ რა. ძალიან საინტერესო პროექტს გვპირდება თემა. დანო, კი უყურე სიუჟეტ ძალიან მომეწონა რაღაცა, მაგრამ ამ მანქანას რო შევხედე, ერთი უცნაური დეტალი აქვს ძალიან. ესე ამხელა რაღაცა ესეთი მონსტრი არის და პეტერა მაყოჩი რო უყენია. ხო. რა გითხრა. ხო, გავიგეთ რომ ორჯერ იყო დაჭერილი. ხო, ორჯერ არის ეს ავტომობილი მოკლედ ნასამართლები, არაფრის გამო, სრულიად არაფრის გამო, იმიტომ რომ ну, ეხა პირდაპირ გეუბნები, მე თვითონ მყავს ეს ავტომობილი ნატარები და არ არის ჩქარი, არის ძალიან ჩუმი წყნარი და ის მაყუჩიც და ეს მაყუჩიც იდენტური ხმა უბრალოდ ვიზუალის ამბავია, მეტი არა. მე როგორც ვიცი, ცოტა ხანი თითქოს შეწყვეტილი იყო ამ მაყუჩებზე. ეხლა ისევ განახლდა. მაგრამ ისევ განახლდა, მე რაც ვნახე ფოტოები, გადაიყვანეს ისევ ქართული მაყუჩით. კი, ჩვენი მეგობრის ჰონდა იყო. კი, ჩვენი მეგობრის ავტომობილი არის გადაყვანილი, ეს ადამიანი არის უცხოელი, უკრაინელი არის. ყავს ჰონდა
Civic-ი, რომელიც არის 1994 წლიანი. და ქარხნული გამშვები უყენია. უყენია თავიდან ბოლომდე ქარხნული გამშვები უყენია, არის ორვალიანი ვიტეკი, ძალიან იშვიათი მოდელია, ასე ვთქვათ, ვიტეკი არის. ანუ სავარაუდოდ ეთყობა ვიტეკის გახსნის დროს ძრავის და მაყუჩის ხმა ვერ გაარჩიეს და აქედან გამომდინარე და იქ მინდა ვთქვა, რომ ჩემს ავტომობილსაც Civic-ს ჩემი ავტომობილს გადაიყვანეს ერთი პერიოდი დავიდან აქ დაწყებული არ ვიყავი ღირსი. ჩემს ავტომობილსაც მინდა გითხრა, რომ ვიტექს რო ხსნის, ძრავიდან უფრო დიდი ხმა მოდის, ვიდრე მაყუჩიდან რა. ეგ ჩვეულებრივი მომენტი არის რა. კი ბატონო, ხო, ასე უნდა შევეხოთ ტენდერს, რომელიც არადარ დამთავრდა და ამ ტენდერში ისევ იგივე პირობებით, ისევ იგივე კომპანია იღებს მონაწილეობას და უკვე დიდი იმედი აღარ გვაქვს, რომ ისევ გაიმარჯვებს ეს კომპანია. მეგონია, რომ ისევ ჩაიშლება ეს ტენდერი და ალბათ ზაფხულს რო გადავაგორებთ 1-2-3 ზაფხულს, მერე იმედია რაღაცა იქნება. ხო, არა, ზაფხული ხა ისეთი სეზონია, რომ იდეაში მე ავტომობილი ზაფხულში გამომხავს ხოლმე და ზაფხულში დავდივარ ხოლმე. თითქმის 1 წელია უკვე ეს პროცესი გრძელდება და ამასობაში ჩემს მანქანას ტორმუზის პრობლემა შეექმნა დგომისგან. კი, მოდი ესეც ამაზე ვთქვათ, რა ძალიან ბევრმა მეც მომწერა პირადად, შენს წერენ, ფეიზზე წერენ და ეს პრობლემა დგას რა. ავტომობილები, რომლებიც დიდი ხანი არიან გაჩერებულები, მე უფრო ძალიან დიდი პრობლემები მოყვება ამ ყველაფერს, ვიდრე ასე ვთქვათ, ყოველდღიურ მოძრავ ავტომობილს. დანოს მაგალითზე ავიღოთ იქ, რომ უკანა მოხრუჭები გაიჭედა, ასე ვთქვათ, ის რეზინები რაც არის სავალი ნაწილი ისინი ხმება, ძრავიზე უძრავი ავტომობილი უფრო ზიანდება, ვიდრე მოძრავი ავტომობილი, იმიტომ რომ აი უძრაობისგან ავტომობილზე საერთოდ ყველაფერი ფუჭდება რა. ამიტომ ეგ ძალიან ცუდი რაღაცაა. ჩემ თავზეც მაქვს ეგ პირადად გამოსწილი შეჯიბრისთვის ცალკე გადადებული მანქანა რომ ყავდა. ხო და აგერ დანოს უკვე მე რამდენი წელია, 1-2 წელია მე მგონი გაჩერებული ყავს შენ. ნუ რაც დაიწყო. ნუ სანამ პროექტს აწყობდი, მე მაყუჩების თემა მოყვა და საბოლოოდ მე მორჩენილი ვიყავი პროექტს, ორჯერ ვიყავი, უკვე ორჯერ ყავდა გამოყვანილი და ნუ ეს მაყუჩების თემა რა იყო, ნუ ეგრევე გავაჩერე ავტომობილი სამწუხაროდ. ვერაფერს ვერ ვშვები რა და ჩემნაირად არის ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემს ავტომობილზე პირდაპირ ვამბობ რა, ჩემს ავტომობილზე რომ მე რაღაცა სხვა ქარხნული გამშვები დავაყენო, ასე ვთქვათ, გაფუჭდება რა, ნუ ძრავს გავაფუჭებ რა. ეგრე იყო სუპრაც რა, სუპრას საერთოდ დაკარგული ქონდა გაწევა, ვერ მიდიოდა ავტომობილი, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, დიამეტრში გამსვლელ მილს და თვითონ იმ მაყუჩს დიამეტრში ქონდა ძალიან დიდი სხვაობა, გამსვლელი მილი არის დიდი, მაყუჩი არის პატარა და შესაბამისად ავტომობილის ძრავი ვერ ახერხებს იმ გამონაბოლქვის დაცლას და ძრავში სიმხურვალე იზრდება და რაც შემდეგ უკვე მიდის იქამდე, რომ შეიძლება ძრავი გადახურდეს, ან დეტონაცია ქონდეს და ნუ ძალიან სავალალო შედეგამდე მიდის და მეც და სხვა ადამიანებსაც დარწმუნებული ვარ, რომ არ გვინდა ეს რამოდენიმე ათასიანი ძრავების გაფუჭება და მთელი შრომის წყალში ჩაყრა. მით უმეტეს რომ ეს ავტომობილი აწყობილი ყავს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სადმე ლამაზად გავაჩეროთ, ფოტო გადავუღოთ, გავისეინოთ, გამოვისეინოთ. შაბათ-კვირის ავტომობილი არის რა. ნუ დღეისათვის სულ ეს იყო, ამ იმედგაცრუებით უნდა დაგემშვიდობოთ. მე რამდენი უკვე აღარ ვიცი. მომავალ შეხვედრამდე.